დამშვიდით, დაწყნარდით, ბიბლია მოიხსენიებს იესოს როგორც ღმერთს. ამაზე ნუღაიდავთ ნუცერთ რელიგიები. დაწყნარდით. უბრალოდ რა გაგებით მოიხსენიებს იესოს ღმერთს, სწორედ ამაზე გვექნება ახლა საუბარი. რა სხვაობაა ღმერთებსა და უზენაეს ღმერთს შორის. იესო არ არის უზენაესი ღმერთი. თუმცა როგორც თქვით, ბიბლია მოიხსენიებს მას ღმერთად. მაგალითად, იოანეს სახარების პირველი თავის პირველი მუხლის მესამე ნაწილში პირველი მუხლი 3 დეტალს განიხილავს და 2 დეტალს მე შევეხები შემდგომ, მაგრამ ახლა ვისაუბროთ აი ამ მესამე დეტალზე, სადაც ნათქვამია ღმერთი იყო სიტყვა. ანუ ეს იესოზეა ნათქვამი. და ის ღმერთად არის მოხსენებული, კი ბატონო. და ასევე იგივე იოანეს სახარების მე-20 თავის 22 მუხლში, როდესაც თომა ეუბნება იესოს, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. დიახ, ზუსტად ამას განვიხილავთ, რა სხვაობაა უზენაეს ღმერთს და დანარჩენ ღმერთებს შორის, რომლებსაც ასევე ბიბლია ღმერთებად მოიხსენიებს. მოდით დავიწყოთ სამოციქულო წერილები, თვითონ მოციქულები როგორ განიხილავენ ამ საკითხს, მივყვეთ იმ თანამიმდევრობას. კორინთელთა 2 წერილია ახალ აღთქმაში, ნახეთ პირველი წერილი. კორინთელთა პირველი წერილი, მოდი ასე დავწერო, მე ციფრები ერთმანეთში არ აეროს და პირველი წერილიც რო ნახავთ, ნახეთ ამ წერილში მერვე თავის, მეხუთე და მეექვსე მუხლები. მეექვსე მუხლში მოციქულები ხაზს უსვამენ რას, რომ ჩვენ ყავსო ერთი ღმერთი, არა სამებაო, არამედ ერთი ღმერთი, ზეციერი მამაო. და შემდეგ უკვე ამ მეექვსე მუხლში ამბობენ და ყავს ერთი უფალი იესო ქრისტეო. გამოყვეს მოციქულებმა უფალი იესო ქრისტე, როგორც უფალი, მაგრამ ხაზი გაუსვეს პირველად იმას, რომ ჩვენ ყავსო ერთი ზეციერი მამა. მაგრამ მეხუთე მუხლში დააგვირდით, ასე იწყება მეხუთე მუხლი ამ წერილის, რომ თუმცაო არიანო ეგრეთ წოდებული ღმერთებიო, როგორც დედამიწაზეო, ისეთ ცაში. მოდი ვისაუბროთ აი ამ ეგრეთ წოდებულ ღმერთებზე ჯერ, რატომ მოიხსენიეს მოციქულებმა ეგრეთ წოდებული ღმერთები და ვინ არიან ისინი. დავიწყოთ მაგალითად, თუ ნახავთ ბიბლიის მეორე წიგნია, პირველი არის დაბადება, რიგით მეორე წიგნი არის გამოსვლა. გამოსვლის მე-7 თავი ნახეთ, პირველი მუხლი. წიგნი გამოსვლა, თავი მე-7, მუხლი პირველი. საერთოდ ბიბლიურ დროში როგორც ფარაონებს მაგალითად ვიცით, რომ მოიხსენიებდნენ ღმერთებად, ისევე რომში იმპერატორებს მოიხსენიებდნენ ღმერთებად და აი ამ დროსაც, როდესაც მოსეს ეუბნება ღმერთი, თუ ნახავთ 7-ის 1-ს, პირდაპირ ეუბნება მოსეს ღმერთი, ღმერთად დამიდგენი ხარ. რა გაგებით დაადგინა ღმერთმა მოსე ღმერთად? ან რატომ დაადგინა, რაში ჭირდებოდა მისი ღმერთად დადგენა? ღმერთად დამიდგენი ხარ ფარაონისთვის. ამ სიტყვას მიაქციეთ ყურადღება. რატომ ფარაონისთვის? იმიტომ ფარაონები თავიანთ თავებს ღმერთებად მოიაზრებდნენ და ასე იცნობდა მთელი მოსახლეობა, როგორც ღმერთებს ისე მიმართავდნენ ხოლმე. და ზუსტად ის 10 სასჯელი ამისი მტკიცებულება იყო, რომ ეგვიპტეს ყავდა უამრავი ღვთაებები, დღეღამის ღმერთი სხვა იყო, მოსავლის ღმერთი სხვა იყო, წყლის ღმერთი სხვა იყო და ასე დაუსაჯა ღმერთმა ის 10 სრულყოფილი ციფრია და ასე დაუსაჯა ეგვიპტეს თავის ღმერთები და ბოლოს დასაჯა ფარაონი იმით, რომ მოუკლა მას შვილი. და ამას აკეთებდა მოსეს ხელით. როდესაც მოსე ხელს გაიწვდიდა ხოლმე კვერცხს, მაშინ ხდებოდა ხოლმე ეს სასწაული, რომ ღმერთი ახდენდა ამ სასწაულებს, მაგრამ ფარაონისთვის რომ ეს ხილული ყოფილიყო, მოსეს ხელით აკეთებდა. და ამით მოსე დაადგინა ღმერთად იმ გაგებით, რომ ფარაონი, რომელიც თავის თავს ღმერთად თვლიდა, მასზე აღმატებულად დაენახა იგი მოსე. და ჩაეთვალა ღმერთად აი ამ გაგებით. ხვდებით, ამ გაგებით დაადგინა უზენაესმა ღმერთმა მოსე ღმერთად. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვნახოთ შემდეგი მაგალითად, თუ ნახავთ თქვენ ფსალმუნებს, ეს არის 91 ფსალმუნი ნახეთ, 91 ფსალმუნი. მე-6 და მე-7 მუხლები. რაზეა ამ ფსალმუნში საუბარი? მე-6 მუხლში თავად უზენაესი ღმერთი მოიხსენიებს ღმერთებად,
და საერთოდ ღმერთებად მოხსენიებულია ბიბლიაში ეშმაკის შევეხების შემდგომსაც წერია ეგა ზეციური ქმნილებები, იმიტომ რომ ისინი ხო განსხვავდებიან ჩვენგან ადამიანებისგან თავიანთი ზეადამიანური ძალებით. და ამ გაგებითაც ღმერთი მოიხსენიებს ამ ზეადამიანური ძალების მქონე პირებს ღმერთებად. თავად უზენაესი ღმერთი მოიხსენიებს მათ ეგრეთ წოდებულ ღმერთებად. აი ამ 91 ფსალმურის მე-6 მუხლში სწორედ ამას ეუბნება, რომ თქვენ ხართო ღმერთებიო, მაგრამ ხაზი გაუსვა ერთ დეტალს. თქვენ ხართ უზენაესის ძენიო, მაგრამ ხართ ღმერთებიო ამავე დროს. და მე-7 მუხლში საუბრობს, რომ ისინი უზენაესის ძენი და განდგომილები ღმერთისგან ეგრეთ წოდებული ღმერთები, ანუ ის ანგელოზები, მათ შორის სატანა ეშმაკი, დაასრულებთო როგორც ადამიანები ასრულებენო სიკვდილით. და მოვადრო მართლაც დაიჯებიან როგორც ანგელოზები, განდგომილი ანგელოზები, ისევე სატანა ეშმაკი. მაგრამ ისინი ხო არსებობენ დიდი ხანია დედამიწის შექმნამდე იყვნენ ჯერ კიდევ ისინი და არსებობენ დღემდეს, ხო? ესეც მათ ამ ზეადამიანურ ბუნებაზე მიუთითებს და ამიტომ ამ გაგებით უწოდებს ბიბლია მათ ღმერთებს. თუ ნახავთ თქვენ, ეს არის კორინთელთა მეორე წერილი, ეს ჩვენ ვისაუბრეთ ზევით პირველ წერილზე, ნახეთ კორინთელთა მეორე წერილის მეოთხე თავის მეოთხე მუხლი, ეს იყო პირველი წერილი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მეოთხე თავის მეოთხე მუხლი. აქ ეშმაკი მოხსენიებულია აი ამ ქვეყნის ღმერთად. თავად ბიბლია მოიხსენიებს. რატომ ამ ქვეყნის ღმერთად? იმიტომ რომ ისიც ზეადამიანურ ძალებს ფლობს და თანაც აქ იმ კონტექსტშია მოხსენიებული, რომ ეშმაკი ცდილობს ადამიანებს ხელი შეუშალოს უზენაესი ღმერთის გაცნობაში და მათ უბნელებს გონებას აი ამ გაგებით, რომ წაკითხული და ნაზრი ვერ გამოიტანოს ბევრმა. და დღემდეც ასე არიან უამრავი ეგრეთ წოდებული სექტებში, რელიგიებში, წაკითხულიდან ვერ გამოაქვთ აზრი. და მიზეზი წერია აქ, ვინ უბნელებს მათ გონებას? ამ ქვეყნიერების ღმერთი, ანუ სატანა ეშმაკი. მისი მიზანია, რომ ადამიანებმა არ შეიცნონ ჭეშმარიტი და უზენაესი ღმერთი, ვიზეც ჩვენ ვსაუბრობთ აქ. სწორედ ეს არის განსხვავება აი ამ, როგორც აქ მოციქული მათ ქვეს მე-5 მუხლში, აი ამ ეგრეთ წოდებული ღმერთები, როგორც დედამიწაზეო, დედამიწაზე ამ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით მოსე და ფარაონი და იყვნენ იმპერატორები და 91 ფსალმური ნახეთ 6:7 ეს უკვე აი ეს კორინთელების მეორე წერილის 4:4 უკვე ზეციერი ქმნილება, მათ შორის სატანა ეშმაკი, რომელიც ამჟამად ზეცაში აღარ არის, ის დედამიწაზეა, მე სხვა დროს ვისაუბროთ მაგაზე. ნუ ეს არის ძირითადად ის საკითხები, მაგრამ როდესაც თვითონ იესოს კითხეს, იესო თქვა ასეთი რამე, განსხვავება რომ დაენახებინა თავის თავსა და უზენაეს ღმერთს შორის. ეს შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენ იოანის სახარება, ნახეთ. იოანის სახარება, მე-14 თავი, 22 მუხლი. აქ თვითონ იესო უსვამს ხაზს, რომ მამა ჩემზე დიდიაო. ამით გამოყო ზუსტად ეს იესომ, დიდია ნიშნავს იმას, რომ ის უზენაესია, ის მასთან შედარებით გაცილებით დიდია და ჩვენ იქით კიდევ სხვა მოკლე ესეთ ლექციებს მოგეწვით, საიდანაც ჩანს მართლაც თუ რა დაბალი მდგომარეობა უკავია იესოს უზენაეს ღმერთთან შედარებით. ასევე ჩვენ ნახოთ მაგალითად არის ესეთი წერილი, ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ წერილს ებრაელთა მიმართ, ეს არის ბიბლიის ბოლოდან მეორე წიგნი, ანუ გამოცხადების წინარი, ბოლოდან თუ გადაფურცლით, ჯერ გამოცხადებაა და გამოცხადების წინ არის ებრაელთა წერილი, პირველივე თავი ნახეთ, მე-6-დან 9-ის ჩათვლით მუხლები. აქ იწყება სწორედ ამაზე საუბარი, რომ ღმერთმა თავისი ძე როგორ შემოიყვანა, როგორ ჩამოიყვანა დედამიწაზე, შემდეგ კვლავ როგორ წაიყვანა ზეცაში და დააკვირდით ამ მნიშვნელოვან დეტალს. აქაც იესო ღმერთად არის მოხსენიებული, ოღონდ ასეთი დეტალია იქ. შენ გცხო უზენაესმა ღმერთმა ღმერთად. დააკვირდით ამ დეტალს. როგორც მოსე დანიშნა ფარაონისთვის ღმერთად, და აი აქ იკითხება ეს როგორ დანიშნა უზენაესმა მოსე ღმერთად, ასევე სცხო იესოს ღმერთად, ეს ამ წოდებით, ანუ ძალაუფლებით აღჭურვა უზენაესმა ღმერთმა, შემოქმედა ღმერთმა იესო მთელ სამყაროში. და ჩვენ ვისაუბრეთ გასულ ლექციაზეც, ხო, მას მისცა მეფობა მთელ სამყაროში და იგი არის მღვდელმთავარი. ანუ იესო ამ გაგებით სცხო ღმერთმა უზენაესმა ღმერთად, რომ მას მისცა მთელი ძალაუფლება მთელ სამყაროში. ისე რომ ამაზე ნუღადავთ, იესოს მოიხსენიებს წმინდა წერილები ღმერთად, როგორც ეშმაკს მოიხსენიებს, როგორც მოსეს მოიხსენიებს, როგორც სხვა ანგელოზებს მოიხსენიებს ღმერთებად, მაგრამ არის უზენაესი ღმერთის შემოქმედი.
რომელიც არავის არ უხილავს, ამაზე შემდგომ კიდევ ვისაუბრებთ დეტალებით. ახლა ვნახოთ უშუალოდ აი ეს წერილი, როდესაც თომა ეუბნება იესოს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. სიამოვნებაში რა მოხდა ამ დროს? მიაქციეთ ყურადღება, აქ საუბარია იოანეს მე-20 თავის 22 მუხლში. მაგრამ სანამ მე-20 თავის 22-ს წაიკითხავდნენ, ვინც წაიკითხეს, ჯერ ხომ უნდა წაიკითხათ აი ეს წერილი, როგორიც არის მაგალითად, თუნდაც იოანეს, თქვენ დავწერო პარალელი გავაკეთოთ ეს, რომ არ აგვეღნას. იოანეს, აი იგივე წერილია, მე-20 თავის, ჯერ ამას მოსდევს მე-17 მუხლი. ხო ესეა, სანამ 28-სთან მიხვალთ, ჯერ ხო მე-17 უნდა წაიკითხოთ. მე-17 მუხლში ეს ეუბნება მოციქულებს ასეთ რამეს. ავდივარო მე მამა ჩემთან და მამა თქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. რატო ეუბნება ამას? იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის არის უზენაესი ღმერთი, ასევე იესოსთვის არის ის უზენაესი ღმერთი. და როგორც ჩვენი ზეციერი მამაა, ასევე იესოს ზეციერი მამაა ისიც. სწორედ ამ სიტყვებს ეუბნება, სანამ 22 მუხლთან მივართ. ამ დროს თომა იქ არ იმყოფებოდა, თუ წაიკითხავთ თლიანი თავი, წაიკითხეთ კონტექსტში, აი 17-დან დაწყებული, ხო? წაიკითხეთ თლიანი თავი და აქ 27-29 მუხლებში იესო თომას ურწმუნოს უწოდებს. მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება. რატომ უწოდა ურწმუნო? არა იმიტომ, რომ თომას იესოს ღმერთობისა არ ასჯეროდა, არა იმიტომ, რომ თომას მკვდრეთით აღდგომა არ ასჯეროდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა, ეს არ ასჯეროდა. თორე იქ ღმერთზე არ დაობდნენ, იესო იყო თუ არ იყო ღმერთი და ეს არ ასწამდა თომასო. ამაზე არ არის მან საუბარი კონტექსტი, აი წაკითხულს აუცილებლად ჭირდება თავს დატანება ძალის, რომ წაკითხულიდან აზრი გამოიტანოთ. იქ მიდიოდა სწორედ იმაზე დავა, რომ სანამ არ ვიხილავ, ვერ დავიჯერებ, რომ ის აღდგარიო, აქ ღმერთობაზე არ არის საუბარი. მან საუბარია იესო ნამდვილად აღდგა თუ არა. და ამის გამო უწოდა ურწმუნო იესომ თომას. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ მე-17 მუხლში იესო უზენაეს ღმერთს თავის ღმერთად მოიხსენიებს და ჩვენს ღმერთად, ხოლო რომ მთავრდება ეს იოანეს წერილი დასასრულს არის 31 მუხლი, ითიც მთავრდება. აი ამ 31 მუხლში თავად იოანე ასრულებს წერილს. იესოს უწოდებს ღვთის ძეს და არა ღმერთს. მაგრამ თომამ რომ მოიხსენია, ეხლა აქ ასეთი მინდა გავაკეთო. მართლმადიდებლებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისინი აღნიშნავენ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ იესომო, პეტრეოსო, უთხრაო შენ ხარ კლდე და შენზე დავაფუძნებ მე ღვთის ეკლესიას. და მე რატო არ უსმენთ ამ ღვთის ეკლესიას? რა თქვა პეტრე? თქვენ მტკიცებულებად მოკავთ ურწმუნო თომას ნათქვამი, რომ იესო ღმერთია, მაგრამ პეტრეს ნათქვამს არ აქცევთ ყურადღებას, როცა პეტრემ ზუსტად ამ კონტექსტში თქვა, ვინ არის იესო ქრისტე. გეტყვით, სად ნახოთ ეს ადგილი? ნახეთ მათეს სახარება. მათეს სახარებას რო ნახავთ, ნახეთ მე-16 თავი, მათეს სახარებაში 13-დან 16-ის ჩათვლით. 13-დან 16-ის ჩათვლით. სამიანი კარგად დავწეროთ, გამოჩნდეს. 13-დან 16-ის ჩათვლით. მე-13 მუხლში თვითონ იესო ქრისტე არის დაინტერესებული ადამიანებს როგორი წარმოდგენა შეექმნათ მასზე და ამ კითხვას უსვამს მოციქულებს, ხალხს ვინ გონი ვარ მეო. მოციქულები ეუბნებიან ზოგს ისა გონი ხარ, ზოგს ის გონი ხარ, ზოგს ის გონი ხარ, მაგრამ იესოს უფრო მეტად აინტერესებს მოციქულები როგორ აღიქვამენ მას, ხო? ვინ გონიათ ის და თვითონ ეკითხება თქვენ ვიღარ გონი ვართო, ჩემს მიერ არჩეულ მოციქულებს, ვინ გონი ხართო? პეტრე ეუბნება მე-16 მუხლში. შენ ხარ ძე ცოცხალი ღვთისა. დააგვირდით პეტრეს ნათქვამს. ვინც თვლით, რომ პეტრეზე დგას ეკლესია, ღვთის ეკლესია, პეტრეს ნათქვამს უნდა მოусმინოთ. ახლა არჩევანის წინაშე დავდგეთ, მოდით ასე. აქეთ დგას პეტრე, ღვთის ეკლესია, აქეთ ურწმუნო თომა, რომელიც იძახის, რომ ჩემი ღმერთი და პეტრე იძახის, რომ ღვთის ძე, რომელს უჯერებთ? ღვთის ეკლესიას თუ ურწმუნო თომას? თუმცა თომამ რა გაგებითაც უთხრა, ღმერთი ხარო, ზუსტად ამ გაგებით უთხრა იესოს ღმერთი ხარო, რომ ის ზეადამიანური ძალებს ფლობდა, ხო, ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ მკვდრით აღდგარი იხილა და მე თქვა, ჩემი ღმერთიო. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც მოსეს ვინც უყურებდა და მოსეს ქმედებებს, მას მიაწევდნენ ღმერთად. ამიტომ ამბობენ მოციქულები აი ამ მე-5 მუხლში, რომ არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული ღმერთი, როგორც დედამიწაზე, ისე ზეცაში. მაგრამ ჩვენო, აი აქ მე-16 მუხლში უსვამენ ხას. მე-6 მუხლში.
რომ ჩვენ ერთი მამა ყავსო, ერთი ღმერთი და არა სამება, ზეციერიო, ამას ამბობს სამოციქულო ეკლესია და შეგიძლიათ ნახოთ. მოდი შევეხოთ კიდე სხვა დეტალებსაც აი ამ მუხლების მთლიანობა, რომ კარგად ნახოთ, კლავაც სამოციქულო ეკლესია როგორ მოიაზრებს იესო ქრისტეს. ეს უნდა ნახოთ ეფესოელების წერილი, ეფესოელთა წერილი ნახეთ, პირველი თავის მე-17 მუხლი. აი აქ ეფესოელთა წერილის პირველი თავის მე-17 მუხლში მოციქულები კლავაც იესოს ღმერთს უწოდებენ უზენაეს ღმერთს. იესოს ღმერთს. ანუ როგორც ჩვენ გვყავს ღმერთიო, ისე იესოს ღმერთი. ეს არის უზენაესი ღმერთი. და ამაზე ეს ერთი ლექცია არ გვეყოფა, ესეთი პატარა კიდევ ერთი 6 ლექციას მაინც შემოგთავაზებთ, სადაც დეტალურად დავშლით ჩვენ სამების დოგმატს. იმიტომ თითოეული, აი როგორც აქ ნახეთ, სამების დოგმატის ხარდამჭერებს მოყავთ ხოლმე გარკვეული მუხლები და ცდილობენ ერთი მუხლით ან ორი მუხლით რაღაც გაამტკიცონ. ეს არ არის ესე. ბიბლიური ყველა მუხლი უნდა მოუხაროს თავი და გავაერთიანოთ, რათა ერთი საერთო სურათი დავინახოთ. ამისათვის როგორც თქვი, ეს მოკლე ლექციები არ გვეყოფა, რამდენიმეა საჭირო და ყველა იმ დეტალის განმარტება კვლავაც წმინდა წერილიდან. მე კვლავაც მოგიწოდეთ, მე არ გეუბნებით, რომ მე დამიჯეროთ. ამიტომ წერ პირველ წყაროებს, რომ მოძებნოთ თქვენს ბიბლიებში და დაუჯეროთ თქვენ საკუთარ თვალებს და წმინდა სულით გაკეთებულ აი ამ ჩანაწერებს. და ერთი გრაფა დაგვრჩა და ბარემ გამოვიყენებ. აქ დავწერე 91 ფსალმუნის მე-6 ფსალმუნის მე-6 და მე-7 მუხლები, სადაც უზენაესის ძენი ქვიათ სხვა ღმერთებს. ვდებით, იმ ღმერთებს უზენაესის ძენი ეწოდებათ. და იგივე 91-ის მერე არის 92 ფსალმუნი, შეგიძლიათ ნახოთ. 92 ფსალმუნი, გვერდ არის ეს ფსალმუნი, ხო, 91 და 82. და 92 ფსალმუნის მე-19 მუხლი ნახეთ. აქ უკვე საუბარია, ვინ არის უზენაესი ღმერთი, ვისაც ჩვენ საუბრობთ, უზენაესი. რომელიც განსხვავდება სხვა ეგრეთ წოდებული ღმერთებისაგან, მათ შორის იესოსგან. რაზეც ვისაუბრეთ, ეს არგუმენტები მოვიყვანეთ, იმედია რომ ეს ფაქტების ერთობლიობა საკმარისია გულწრფელი მკვლევარისათვის, ამიტომ კვლავაც მოგიწოდებთ გულწრფელ მკვლევარებს საკუთარ ბიბლიებში გადაამოწმეთ ეს, რო არ იყოს სპეკულირება, რომ თითქოს მე ვხსნი ამას სხვანაირად, ჩემებურად და თითქოს ეს ნათლად არ იკითხება ბიბლიაში, უბრალოდ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რომ წაკითხულიდან გამოვიტანოთ აზრი. გისურვებთ წარმატებას ყველა ბიბლიის გულწრფელ მკვლევარს და გისურვებთ, რომ შედგეთ ჭეშმარიტ ქრისტიანები.